გამარჯობა, დღეს 4 თებერვალია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1973 წლის 4 თებერვალს დაიბადა ამერიკელი კრივის პრომოუტერი და ყოფილი პროფესიონალი მოკრივე ოსკარ დე ლა ჰოია. იგი ასპარეზობდა 1992 წლიდან 2008 წლამდე. მისი მიღწევები მოიცავს 11 მსოფლიო ტიტულს 6 წონით კატეგორიაში, მათ შორის 3 წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტულს. 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მან მოიპოვა ოქროს მედალი მსუბუქი წონის კატეგორიაში. 1999 წლის 4 თებერვალს დაიბადა ბრაზილიელი მოდელი. მის დედამიწა 2009 წლის გამარჯვებული ლარისა რამოსი. 1958 წლის 4 თებერვალს დაიბადა ამერიკელი როკ მომღერალი, სიმღერების ავტორი და მუსიკოსი ელის კუპერი. 2011 წელს ელის კუპერის ბენდი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. 1900 წლის 4 თებერვალს დაიბადა ფრანგი პოეტი და სცენარისტი ჟაკ პრევერი. 1904 წლის 4 თებერვალს დაიბადა ფრანგი ისტორიკოსი, თეორეტიკოსი და კინოკრიტიკოსი ჟორჟ სადული. იგი იყო უმაღლესი კინოგანათლებისა და ფილმოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი, ასევე ხელოვნებათა მცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი. ჟორჟ სადულმა შექმნა არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი კინემატოგრაფიის საკითხზე, მათ შორის აღსანიშნავია მსოფლიო კინოს ისტორია და კინოხელოვნების ისტორია. 1921 წლის 4 თებერვალს დაიბადა ამერიკაში მოღვაწე აზერბაიჯანელი მათემატიკოსი, პროგრამისტი, ელექტროინჟინერი, ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი და კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის ინფორმატიკის პროფესორი ლიუთბი ზადე. 1931 წლის 4 თებერვალს დაიბადა პირველი ქალი პრეზიდენტი არგენტინასა და დასავლეთ ნახევარსფეროში, მარია ესტელა მარტინეს დე პერონი. ის იყო პანამის ღამის კლუბის მოცეკვავე, სადაც გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, არგენტინის ყოფილი დიქტატორი ხუან პერონი, რომელსაც ცოლად გაჰყვა 1960 წელს. 1975 წლის 4 თებერვალს დაიბადა ავსტრალიელი მომღერალი, ფოტომოდელი და მსახიობი ნატალი ჯეინ იმბრულია. 1921 წლის 4 თებერვალს დაიბადა ქართველი ენათმეცნიერი კონსტანტინე წერეთელი. 1962 წლის 4 თებერვალს დაიბადა ქართველი მოფარიკავე ვლადიმერ აფციაური. 1988 წლის სეულის ოლიმპიურ თამაშებზე მან საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში გუნდურ ჩათვლაში ოქროს მედალი მოიპოვა. ასევე 1982 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ პირველობაში, ხოლო 1985 და 1990 წლებში მოიპოვა ბრინჯაოს მედლები. 1984 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე გაიმარჯვა როგორც პირად, ასევე გუნდურ ჩათვლაში. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.